სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჯაშუშობისთვის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა. უწყება ამბობს, რომ დაკავებული პირი გადაბირებული იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ, ჰქონდა მინიჭებული შესაბამისი ფსევდონიმი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მოქმედებდა საქართველოს ინტერესების აზიანოდ. სუსის თანახმად გამოძიებით დადგენილია, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ პირს დავალებული ჰქონდა საქართველოში ინფორმაციის შეგროვება შემდეგი მიმართულებით. საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს დისლოკაციის ადგილების, ძალებისა და საშუალებების შესახებ, ასევე მათი დისლოკაციის ადგილების ფოტო და ვიდეო გადაღება. საქართველოში სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ხიდების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების და სხვა დანიშნულების ობიექტების განთავსების შესახებ, ასევე აღნიშნული ადგილების ფოტო, ვიდეო გადაღება და სხვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ დანაშაულში მხილებულია საქართველოს სხვა ორი მოქალაქეც, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან და მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. იგეგმება თუ არა ქართულ ოცნებაში საკადრო ცვლილებები კვლავ? კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მორიგი ცვლილებების შესახებ ამცნო. შინაგან საქმეთა მინისტრად აქამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. მან გეკა გელაძე შეცვალა. გელაძე გადაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, მან მამუკა მდინარაძე შეცვალა. მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა და როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მთავრობის სტრუქტურას დაემატა ახალი პოზიცია, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ამ თანამდებობასაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ცვლილებები გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და რომ მომდევნო კვირიდან პარლამენტი საკადრო ცვლილებებზე მუშაობას დაჩქარებულად დაიწყებს. პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება, პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია კი გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, ამბობენ სახელისუფლებო პარტიაში. სამთავრობო ცვლილებებს ნეგატიურად აფასებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ შემდეგი ირაკლი კობახიძე იქნება. ოპოზიცია ამბობს, რომ ცვლილებებს ერთადერთი დამკვეთი ჰყავს ის ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც მათი შეფასებით მამუკა მდინარაძე მის მიმართ ნდობის არ ქონის გამო უპორტფელო მინისტრად აქცია, რომელიც დაინიშნა იქ, რაც არც კი არსებობს. საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში ასტანაში რეგიონული ეკოლოგიური სამიტი გაიხსნა, სადაც მიხეილ ყაველაშვილი პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მიმართვის დროს მან ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილებებსა და რეგიონულ დაკავშირებადობაზე. ყაზახეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, წერს ყაველაშვილი. პრეზიდენტის თქმით, როგორც კასიმ ჟომარტ-ტოკაევთან შეხვედრაზე განაცხადა, შუადერეფანი გაფართოების პოტენციალს ატარებს და მარშრუტის განსავითარებლად აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრა, სადაც ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს. ინფორმაცია სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მარიამ ქრივიშვილის შეხვედრები ჩინეთის კომერციის მინისტრთან და ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან. ასევე დაგეგმილია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერა. შეგვიძლია ველოდოთ, რომ პერსონალური სანქციების საკითხი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დღის წესრიგში დადგება და შეიძლება წინ წავიდეს. კითხეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალას ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, რომელშიც ბლოკის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები მონაწილეობდნენ და სხვა განსახილველ საკითხებთან ერთად საქართველოსაც მსჯელობდნენ. შეკითხვას კალასმა ასე უპასუხა: იცით, რომ ყველა საკითხს უნგრეთის ორბანის მთავრობა ბლოკავდა, რა თქმა უნდა, მე ვერ ვისაუბრებ უნგრეთის ახალი მთავრობის სახელით, თუმცა ბევრი საკითხი, რომელიც ორბანის მიერ დაბლოკილი იყო, ახლა ხელახლა იქნება განხილვისთვის და იმედი გვაქვს, რომ მივიღებ დადებით შედეგებს. რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ? ასე ეხმაურება თბილისის მერი ლუქსემბურგიდან მიღებულ გზავნილებს. კახა კალაძის თქმით, ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან, განაცხადა მან. სისხლიანი გარჩევა ქორწილში 35 წლის კაცის დაჭრის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს. შინაგან
საგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.